ვიდეოს და სიმღერის ინსპირაცია ზოგადად პირველ რიგში არის როკ მუსიკა, პირველ რიგში. და ის ბიჭები, რომლებიც ჩემს გარშემო ტრიალებენ და ყოველთვის კადრს მიღმარჩებიან ხოლმე და ძალიან გული მწყდება მე, იმიტომ რომ ზუსტად იმდენი აქვს ნაშრომი და ნაწვალები, რაც მესენი არიან ჩემი მუსიკოსები, ლიმბოს წევრები და დიდი მადლობა მათ. ინსპირაცია არის ის, რომ ალბათ არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები, ვის გარეშე ცხოვრებაც არ შეგვიძლია. ინსპირაცია არის ალბათ მიჯაჭვული ადამიანების ძალიან დიდი სიყვარული. ძალიან დიდხნიანი პროცესი გაიარა ამ სიმღერამაც და ვიდეომაც. ბევრი წლებია უკვე მე და ჩემი ბენდის წევრები, ჯგუფი ლიმბოს წევრები ვაკეთებთ ამ ახალ ალბომს. ეს არის ახალი ალბომის გავხსნელი სიმღერა, ალბომსაც კიდე არ ქმოდა, სიმღერასაც უკვე მოისმინეთ და ნახეთ. ჯერ იყო პრობლემა აქეთ-იქით სარეპეტიციოები, უამრავი წვალება რომ მუსიკა გვეკეთებინა წლების განმავლობაში. მე უკვე რომ მივხვდით რომ ერთმანეთი მართლა ვიპოვეთ, ვინც ბოლოს შევჭით, მივხვდით რომ უკვე რაღაცა ძალიან კარგად გამოგვდიოდა ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ ამერიკული პოპ-როკის ქართულ ენაზე მღერა არის ძალიან რთული რა. მე გამოჩნდა ერთი ძალიან მაგარი ბიჭი, კი არ გამოჩნდა, ჩემი ბავშვობის მეგობარია, სანდრო ლორთქიფანიძე, რომელმაც ეს სცენარი მოიფიქრა მუსიკისთვის. და მივედი მახო ყიფშიძესთან, რომელიც არ ვიცი, ესეთი პროფესიონალი საქართველოში ძალიან ცოტას ვიცნობ. მე მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ტრიალებ უკვე წლებია. მაგრამ შენთან ყოფნას ნატრო და ისიც ვიცი, შენ როგორ შეცვალა დრო. ნანკა პირველ რიგში იმიტომ შეირჩა, რომ რო თქვა რომ ჩემი მეგობარი ამით კი ძალიან ცუდი ტიპი ვიქნები. ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ლამაზია ერთი. ძალიან იჭიერია. მე თეატრის სცენებზე მყავს ბევრჯერ ნანახი ნანკა და ბევრჯერ მანამდე სანამ გავიცნობდი, ბევრ გადაცემაში, ბევრ ნამღერით და ძალიან საინტერესო ვოკალური მონაცემები აქვს. ძალიან არტისტულია. და ზუსტად ის ტიპაჟი იყო, ვინც ამ კლიპისთვის წარმოგვედგინა, როცა კასტინგის იდეა დაიწყო და პირველივე იყო ნანკა, ვინც მოგვაფიქრდა და პირველივე ნანკა დარჩა. ანუ აი სხვა ვარიანტი არც მქონია რა. რაღაცა ახალია რა, თითქოს ქართული მუსიკალური სფეროსთვის. და ვთვლი, რომ თვითონ კონკრეტულად ოთომ ძალიან სწორი მიმართულება აირჩია რა. ვთვლი, რომ ბოლომდე უნდა მიაწვეს როკს, იმიტომ რომ ძალიან უხდება მის ვოკალურ ტემბრს და ვთვლი, რომ თავისი თავი ამით დამტკიცდა, რომ ნამდვილად იპოვა ბოლომდე რა ამ სიმღერით. გადაღების პროცესი იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამას კიდე რაღაცა თან ახლავს. ძალიან რაღაცა საინტერესო კი არა, საყვარელი ხაზი ის, რომ ძალიან მეგობრული გარემო იყო და ყველა აბსოლუტურად ორიენტირებული ვიყავით იმისთვის, რომ რაღაცა ძალიან კარგი პროექტი დავდოთ საერთო. ყველა რაღაცა მეგობრები შევიკრიბეთ, მოკლედ. ეგ იყო ძალიან მაგარი. კიდე პლუს ამასთან ერთად რომ პროფესიონალიზმი ემატება მეგობრობას, მაგ დროს გონია რომ ძალიან მაგარი პროდუქტი იქნება, როგორც ჩვენ შემთხვევაში. და იყო ჩემთვის გამოწვევაც და თან იყო დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ როგორც მოუწონვარ და როგორც უნდოდა რომ მე მის კლიპში ყოფილიყავი, მინდოდა რომ ეს გამიმართლებინა მისთვის რა. ძალიან საინტერესო პროცესი იყო და თან ამაზე იყო ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და ძალიან მაგარი გადაცდა, როდესაც მოგწონს ის, რასაც აკეთებ რა. თუ ვერ ნახავ ყველაფერი, მე სუპერ სერკიდია. ეგეთი პერსონაჟის თამაში ძალიან მაგრამ მინდა რაღაცა დიდ ფილმში ვთქვათ რა. და ჩემთვის ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მართლა გეუბნებით. ჩემი ამოცანა მქონდა, ჩემი ხასიათი, ცოტა
ცუდი გოგო ვიყავი რა და ეგ როლი ძალიან მომწონს. და მივხვდი რომ კამერა ძალიან მიყვარს. ამ კლიპით მივხვდი სხვათა შორის. მანამდე მეგონა რომ ძალიან მინდა თეატრი. თურმე არა, კლიპი მინდა და კლიპი მეთქი ის მინდა როგორ კინო. და ეგეთი როლი ძალიან საინტერესო სათამაშო იყო. თან გამიმართლა იმედები ნანგამ, იმიტომ რომ არ ვიცი, საოცარი გოგოა, თავისი მუსიკალურობით, თავისი სამსახიობო სტატობით და თავისი დაუღალავი შრომით, იმიტომ რომ 26 თუ 27 საათი ფეხზე იდგა და არ გაჩერებულა რა.